ის რომ გადატყდება მე და დიქტატურა რომ ყარდება, იმან მე აღარ იცის დანდობა. არც თავისიანის, იმიტომ რომ როცა დიქტატურა იმარჯვებს ეგ მნიშვნელოვანი არის შეხსენება, რომ არც თავისიანი გარეთ აღარ ყავს. ეს სისტემა ხო რა არის? შენ ყავს გარეთ რაღაცა მტრის ხატი, რომელსაც ებრძვი. ეხლა ეს არის ყველა. ხო, ეს არის რაღაც ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი, მედია, ხო? ამას რო დაამარცხებენ. ერთმან უკნას, მაგრამ თუ დაამარცხებენ, ისე როგორც თვითონ უნდათ, ხო? როგორ უნდა დაკრძალო, დახურო, ზოგი ქვეყნიდან გაიქცა, ზოგი ციხეში ჩასვიდა, ასე შემდეგ. მერე ამ სისტემას, რომელიც აუცილებლად საჭიროებს და საზრდოობს მტრის ხატით. ვინ ეყოლება? ვისაც შეოდა, მაინც ხოშია. შიგნით ისევე შიგნით ეყოლება, მოსაძებნი და თავისი, ანუ ეს სისტემა მერე იწყებს გაცხილვას და ამ სისტემაში შეუძლებელია რომ კარგად იცხოვრო, შეუძლებელია რომ ამიტომ თვითგადარჩენის ინსტინქტი, რასაც ბატონი ბიზნა როგორც თვითონ ამბობს, კარგად ფლობს ამის იმას, ხო? კარგი იქნება მის ქვეშ მყოფი ადამიანებიც თუ მიხვდებიან, რომ დღეს თუ სისულელეებს ლაპარაკობენ რაღაც ორმაგ სტანდარტებზე და სხვა ქვეყნების საგარეო პოლიტიკაზე, ეყოთ ის თვითგადარჩენის ინსტინქტი, რომ მიხვდნენ, რომ ამით ისინი შორს ვერ წავლენ. შეიძლება დღეს, ხვალ, ზეგ ერთი თვე გაქაჩონ, მაგრამ მე ვეღარ.